Expo Georgias მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიხსნა დღეს ფესტივალი საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა თბილისის წიგნის დღეები 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემოქმედებით მიმართულებებს, დისკუსიებს წიგნის და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ. დღესვე გაიხსნა ქართველი ილუსტრატორების გამოფენა და დაიწყო ქართულ გამომცემლობათა გამოფენა გაყიდვა. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, ის დაფინანსებული არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელობას ხაზს უსვავს ამ ღონისძიების, ხაზს უსვავს ასევე იმას, თუ რამდენად დიდი ინტერესი არსებობს ევროკავშირის ქართული კულტურისადმი მთლიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში საგანმანათლებლო კომპონენტი არის წარმოდგენილი, ლექციები ჩატარდება, სემინარები ჩატარდება, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მომწონს ეს წიგნის ფესტივალის დღეები, იმიტომ რომ ფასდაკლება უამრავ წიგნზე და ასე ვთქვათ, საშუალება გაქვს, რომ იყიდო უამრავი წიგნი რაღაც მინიმალურ ფასებში. ბევრი ადამიანისთვის, თქვათ, ვისთვისაც არ არის თუნდაც ხელმისაწვდომი, ერთხლად და ორლარად შეუძლია, რომ ბევრი ისეთი წიგნი შეიძიოს, რაც თქვათ, თუნდაც 22 ლარი ყიდა და უფრო მეტი. ჩვენ ვართ არაკომერციული ორგანიზაცია, შესაბამისად ჩვენი ძირითადი მიმართულება არის განათლება, კულტურა და შესაბამისად აქ იქნება ძალიან ბევრი უბრალოდ საინტერესო კულტურის საგანმანათლებლო ღონისძიება. თამარი მიზანი ჩვენი არის ის, რომ უბრალოდ გამოვაჩინოთ ის, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ძლიერი სკოლა ილუსტრატორების და ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა წიგნის მოყვარულებმა იცოდნენ ამის შესახებ, ნახონ მათი ნამუშევრები.